ელისო კილაძე პროკურატურას მოუწოდებს დაიწყოს გამოძიება მის ხელთ არსებული ფაილების გარშემო. ჟურნალისტმა დღეს მისი და ვლადიმერ ბედუკაძის სატელეფონო ჩანაწერიც გამოაქვეყნა, სადაც ბედუკაძე ხელისუფლების მხრიდან მისი ღვაწლის დაუფასებლობაზე საუბრობს. კილაძე ბრალდებებს არჩილ კბილაშვილსაც უყენებს. ამ თემაზე დღეს პოლიტიკური განცხადებების გაკეთა. მე მინდა გავიხსენო არჩილ კბილაშვილის მოსკოვური კავშირებით. მე არ ვიცი იცით თუ არა თქვენ რომ ყოფილ მთავარ პროკურორს ბიზნესი აქვს მოსკოვში, მას აქვს საკუთარი საცხოვრებელი სახლი და კომერციული ფართი არბაძე ის დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის დედაქალაქში მოღვაწეობდა და მე მაინც მგონია რომ ლადო ბედუკაძის აი ამ ბრალის მოხსნის საკითხი შესაძლებელია და არ გამოვრიცხავ რომ სწორედ რაღაც რუსეთის გარკვეული წრეების თხოვნას უკავშირდებოდა. ფიქრობ რომ ყველა მასალა რომელიც არის ამ ჯადოსნურ ვარდისფერ ფლეშკაზე სამართალდამცავ ორგანოებს უფრო გამოადგებათ, იმიტომ რომ იქ შეიძლება იყოს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია. პროკურატურა მე დარწმუნებული ვარ, რომ არანაირ რეაგირებას ამაზე არ მოახდენს, ვინაიდან თავის შუს ხო არ მოჭრიან თავს. იმიტომ რომ ბედუკაძე როგორც არ დასაჯეს და ერთ-ერთი მთავარი ავტორი შემოქმედი იმისა რაც ხდებოდა ციხეში და არა მარტო ბედუკაძე იყო, სამწუხაროდ ადამიანი რომელიც ამის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო და ამას ყველაფერს აკეთებდა, დღეს დაუშალად დადის, იმიტომ რომ მან ზუსტად ის ჩვენება მიცა, რომელიც პროკურატურას აწყობდა. სიმართლე რა იყო კი არა, რომელიც პროკურატურას აწყობდა. თუ ვინმეს რამე აქვს, მოუწოდებ რომ წარუდგინონ შესაბამის ორგანოებს. ქართული ოცნების ხსენება კიდევ ერთხელ ხშირ შემთხვევაში რაღაც პოპულისტურ უფრო მაგონებს ვიდრე რაღაცა მიზნობრივ სერიოზულობას არის ახლოს.